იმედი მომეცა მაშინვე, რომ როგორც კი პატრიარქმა გაიღიმა და მაკურთხა და გააკეთებო მითხრა. სწორედ ეს 3700 საფეხური აიარა პატრიარქმა 2002 წელს. წარმოიდგინეთ ახლა ეს რა საოცრება იქნებოდა. ეს არის ურთულესი, ირანში ვიყავით პირველად. და 2 კვირის მერე მომიწია ჩასვლა ისრაელში. 2 კვირის შემდეგ ჩავედი ისრაელში, არ მიშვებდნენ. დავეცი პატრიარქის მუხლებთან, ზუსტად ისე, როგორც უნდა მისულიყავი და მუხლებზე მიამბორო და გაიღიმა და იმათ გადახედა. ხედავ როგორ გადავარჩინე ბადრიო. ერა კოსტავა სხვადასხვა ჩვენთანაც იყო სახლში და ვაჩუქე მე ერთ-ერთი პორტრეტი, რომელიც ძალიან მომწონდა და ერთზე კიდე თვითონ დამიწერეთ თავის ხელით, რომ ძმაო ბადრი გისურვებ ბედნიერად გეცხოვროს თავისუფალ საქართველოში. მოგესალმებით, დღევანდელი ეპიზოდის სტუმარი გახლავთ ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია. სანამ სტუმართან გადავალ სასაუბროთ, გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაალაიქოთ ვიდეო ან დააკომენტაროთ, თუ კი მოგეწონებათ, ან თქვენი აზრი გამოთქვით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი არხისთვის და წინასწარ დიდ მადლობას გიხდით ამისთვის. ეხლა რაც შეეხება სტუმარს. გამარჯობა. როგორ ხარ? გამარჯობათ. მადლობა. დიდხანი არ მინახე, როგორც იქნა შევხვდით აქ. ხო. ამ შვენიერ სტუდიაში. მოკლედ, რატო გადავწყვიტე ახლა პირველი ეპიზოდის სტუმარი იყავი შენ, მაგრამ ეხლა გადავწყვიტე მოწვევა შენი რატომ? იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრჯერ იყავი სხვადასხვა გადაცემის სტუმარი, სხვადასხვა არხის, მაგრამ იქ და ძირითადად რასაკვირველია პატრიარქთან დაკავშირებით საუბრობდი, მაგრამ რადგან ტელევიზიას რა თქმა უნდა თავისი სტილი აქვს და დროში შეზღუდულები არიან ჟურნალისტები და შესაბამისად სტუმრები ვერ საუბრობთ თავიდან ბოლომდე იმ თემაზე გახსნილად, ასე ვთქვათ, რაც საჭიროა და მე ვიფიქრე, რომ კარგი იქნება მუდმივად დროის დეფიციტია. ხო, და ამიტომ ვიფიქრე, რომ ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორც არის პატრიარქი და შენს ურთიერთობაზე პატრიარქთან და შენს არა მარტო პატრიარქთან ურთიერთობაზე, ასევე შენს ფოტოებზე, კარგი იქნებოდა, რომ უფრო მეტი გესაუბრა და ამიტომ ახლა გეძლევა ამის საშუალება, რომ ჩემ პოდკასტში ისაუბრო ამის შესახებ და მოდი დავიწყოთ რასაკვირველია ისევ უმნიშვნელოვანესი თემით, როგორც არის პატრიარქი და შეიძლება ბევრმა არ იცის, მაგრამ აი ეს ფოტოები, რომლითაც ჩვენი უწმინდესი გავაცილეთ, უმრავლესობა იმ ფოტოებისგან არის შენი გადაღებული, ანუ ავტორი ხარ შენ. ხო, და აი ამ ფოტოებზე მინდა ვისაუბრო თავიდან. აი რა იყო ახლა ეს ძალიან სევდიანი, რა თქმა უნდა, თვითონ მოვლენა, მაგრამ ალბათ რაღაცნაირად საამაყო იყო, რომ შენი ფოტოებით გავაცილეთ, ხო, თუ როგორ? თავისთავად ცხადია, რომ მიამაყებოდა, რომ იქ ჩემი ფოტოები ფიგურირებდა, ასე ვთქვათ და ხალხს ძალიან მოწონდა. თუმცა მაგ იყო კიდეც ერთი საოცრად კარგი პიროვნების გადაღებული ფოტო რამაზ ნაცვლიშვილის. ერთ-ერთი მთავარი ფოტო იყო. დანარჩენები მე მგონი ჩემი იყო. ყოველ შემთხვევაში კარგად იყო, საოცრად კარგად იყო გაკეთებული რა. გინდ რეჟისორულად და გინდ ტექნიკურად და ყველანაირად ეს იყო ერთ-ერთი ალბათ ყველაზე საუკეთესო გამოხატული ადამიანთა დამოკიდებულება და სევდა და რაც პატრიარქმა ჩვენ აქ უზარმაზარი სიყვარული დაგვიტოვა. რაც შეეხება იმას ფოტოებს, გახსოვს ეს ფოტოები, როდის გაქვს გადაღებული მაგალითად აი ეს ფოტოები, პორტრეტები პატრიარქის. პორტრეტები სხვადასხვა დროს არის გადაღებული. მე ერთ-ერთი საუკეთესო პორტრეტები, რომელსაც ეხლა ვერ პოულობ, პატრიარქის აღსაყრებიდან სულ ცოტა ხანში იყო გადაღებული, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მალე ვიპოვნი, აღმოვაჩინე შავ-თეთრი ფოტოები იყო, ძალიან კარგი, ძალიან ისე, თუმცა მე სადაც მომეცემოდა საშუალება, ყველგან ვიღებდი პატრიარქს. იმდენად საინტერესო პიროვნება კი არა, მე როგორ შევაფასე, მაგრამ ბუმბერაზი იყო, რომ აი ყოველთვის
მიზიდავდა რომ ყოფილიყავი მინდოდა რომ მის გვერდით ყოფილიყავი. თუმცა მე თვითონ ძალიან ისეთი ეკლესიური არა ვარ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვცხოვრობ რომ წესიერად ვცდილობ რომ წესიერად ვიცხოვრო. ეს ერთ-ერთი მთავარი ალბათ და ყოველ შემთხვევაში პატრიარქს უყვარდი ისეთი როგორიც ვარ. ხო და ხო მე კიდე ხო თავისთავად ცხადია ვაღმერთებდი რა. პატრიარქ მარტო მე კი არა, მთელი საქართველო კი მსოფლიო როგორ აღნიშნა წარმოუდგენელია რა. არავის რო არ ღირსებია. ერთმა დამიწერა ჩემმა მეგობარმა, რომელიც კემბრიჯის და ოქსფორდის საპატიო პროფესორი არის. ირინა ხაზალიამ. როდესაც ელისაბედ მეორე გარდაიცვალა, იქ გაოცებული წერდნენ, რომ ასეთი ხალხი არ ახსავს რაოდენობის 250,000-მდე ის იყო. ის სტუმრებიან ადგილობრივებიან 250 და აქ კიდე ჩვენთან 3 დღის განმავლობაში 1.5 მილიონზე მეერთმა მეტი ადამიანმა და ჭირისუფალმა ყველა ვიყავით ჭირისუფალი ყველანი იქ 1.5 მილიონზე მეტი იყო ყველაზე მარტივი გათვლით. ხო და აი შენი აზრით რას ნიშნავდა ეს ზოგადად, ანუ აი ამდენი ხალხი რატო გამოვიდა? ეხლა რა თქმა უნდა ყველა პირადად არ იცნობდა შენსავით პატრიარქს, მაგრამ აი ამ თავისთავად ცხადია, იქ არ იცნობდა 0.000 რაღაცა პროცენტიც კი პირადად. მაგრამ ეს იყო ის იმდენად დიდი სიყვარული ჰქონდა ხალხს და იმდენად წამდა პატრიარქის, იმდენად იმედი ჰქონდა პატრიარქს ყოველთვის ყველაზე დიდი მითი სარგებლობდა პატრიარქი ყველაზე მაღალი რეიტინგით. ყოველთვის ყველა დროს. ეგ იყო ყველას და დაობდით და ფაქტიურად დაობდა რა საქართველოს და იქ ხო არ ყოფილა გარჩევა რომელ კონფესიას ეკუთვნის რა მიმართულებას ყველა განიცდიდა, ყველა ტიროდა, ყველა ხო და მუსულმანებმა გადადეს გარკვეული რაღაცეები ყველაზე ესეც ხო ნიშნულოვანი დღესასწაულის დროს რომ დაეტირათ პატრიარქი. რაც შეეხება პატრიარქთან ურთიერთობას, ანუ რასაკვირველია იცნობდი აღსაყდრებისთან, მაგრამ ესეთი უშუალო უკვე ფოტოების გადაღება უფრო ესეთი ინტენსიურად დაიწყე, როგორც ვიცი 2007 წელს. ხშირად მომიწია სხვადასხვა ტელევიზიით. ამის თქმა მოყოლა, შეძლების დაგვარად რაც დრო ჰქონდა, იმის მიხედვით თუ როგორ მოხდა რომ აღმოჩნდი იმ ორბიტაზე, რასაც პატრიარქთან ახლოს ყოფნა ქვია. 2007 წლის ოქტომბერში ვესტუმრეთ პატრიარქს ჩემს დიდ მეგობართან ერთად, რომელიც მეგობარი იყო პატრიარქის, დიდი გულშემო და პატრიარქსაც შვილად ყავდა რა. შვილობილი იყო შეიძლება ითქვას მისი. ხო და გადავწყვიტეთ რომ 25 დეკემბერს 2007 წლის 25 დეკემბერს სრულდებოდა 30 წელი პატრიარქის აღსაყდრების. ხო და მან თავის მხრიდან თავის საჩუქარი მიართვა, მე კიდე წამომცდა რომ ესე იგი ქართული კულტურის ძეგლებს მოვართმევთ წიგნად შეკრუს უცხოეთში. არა და დარჩენილი იყო 25 დეკემბრამდე 2 თვე და 12 დღე. პატრიარქს გაეღიმა. იმიტომ ეს წარმოუდგენელი იყო რომ ასეთ მოკლე პერიოდში შეიძლება და გაკეთებულიყო წიგნი, სერიოზული წიგნი, რომელსაც ვაპირებდით. მე შემიძლია ახლა გავუსწრო დროს ერთი და ვაჩვენო ჩანს აი ეს არის ქართული სული
რომლითაც დაიწყო ასე ვთქვათ პატრიარქთან მეგობრობა და ქართული სული ბადრი ვადაჭკორიას თვალით. ეს რას ნიშნავს ახლა, რომ პატრიარქს თხოვე რომ კურთხევა და ლოცვა აღევლინა ჩემთვის და ამ ჩვენი საქმისთვის და მაკურთხა. და შეუდაგეთ საქმეს, კი არ ვიცოდი მაინდა-მაინც რომ შევძლებდი თუ არა. ანუ იქ დაგება და ეს იდეა შეხვედრისას, ხო? აი რო ვიჯექი მოულოდნელად მოვიდა. აი თითქოს პატრიარქმა მიკარნახა რა. თითქოს. ეგრე? ხო და მე შეიძლება კი ვიფიქრე რომ შევძლებ კი მეთქი, მაგრამ იმედი მომეცა მაშინვე რომ როგორც კი პატრიარქმა გაიღიმა და მაკურთხა და გააკეთებო მითხრა. შენ შეძლებ ამას და გამოვედით და მაშინვე შეუდექით რა საქმეს. ჩემთან ერთად პირველი დავიწყეთ ეგვიპტე. ეგვიპტე არის ძირითადი ახლა თემა ამას. იმიტომ საინტერესო იყო ალბათ ყველაზე მეტად. ეგვიპტეში წავედით, ეგ იყო ჩემთან ერთად იყო ცნობილი ჟურნალისტი, პოეტი, ხელოვანი და უბრალოდ ჩემი ძმაკაცი პაატა ნაცულიშვილი. და თან მიქონდა რა, ჩემი ორტომეული თბილისის საქართველო და რაც თავია პატრიარქის ლოცვა და კურთხევა. და ესე იგი იმდენად დარწმუნებული ვიყავით, რომ ეს ყველაფერი გაამართლებდა. და რაზე მივიდიოდით ახლა ჩვენ. იქ სინას მთის ძირში არის უზარმაზარი ძალიან მაგარი ეკლესია მისი. წმინდა ეკატერინეს ეკლესია, რომელიც არის იმავდროულად ხელნაწერთა საცავი. ერთ-ერთი უდიდესი იმის შემდეგ, ვატიკანის შემდეგ. იქ უნდა მოხვედრილიყავით. და ახლა სინას მთაზე მიხვიდე და სინას მთაზე არ მოინახულოს ზემოთ არ ახვიდე, სადაც არის იქ ქრისტიანული ეკლესია და რომელიც უნდა მოილოცო. და ხარი თან ყველაზე მთავარი ამ ხრით სხვა მხრივ უბრალოდ ის არის რომ ეს არის ადგილი, სადაც ღმერთმა მოსეს გადასცა 10 მცნება. და იქ მოხვედრა არის თავისთავად ყველას ოცნება. ქრისტიანების, იუდეველთა და მუსულმანთა. იქ მოხვედრა და თან როგორ არის იცი, ღამე იწყებ მოძრაობას, არის ორი ასასვლელი. ერთ შეწოდება აკლემების გზა, სადაც ესე იგი გარკვეულ ნაწილს მიდიხარ ამ ფეხით, ან აკლემებით და ბოლოს არის 740 საფეხური. საფეხურები ეს პირობითია. ქვაში ნაკვეთი, ზოგი 1 მეტრის სიმაღლისა, ზოგი პატარა არის უფრო და მოკლედ არის უსაშინელესი გზა იქ ასასვლელად. ძალიან რთულია. 740 საფეხური არის. დანარჩენი შეგიძლია მართალია შორს არის უფრო გზა. მეორე გზა არის მონაზონთა გზა, იგივე მომნანიებელთა გზა. იქედან არის 3700 საფეხური. სწორედ ეს 3700 საფეხური აიარა პატრიარქმა 2002 წელს. წარმოიდგინეთ ახლა ეს რა საოცრება იქნებოდა. ეს არის ურთულესი, მაგრამ ძალას აძლევდა თავისივე ლოცვა და ქვეყნის სიყვარული და ღმერთის სიყვარული და აიარა ფეხშიშველმა, ხო, როგორც ამბობ. ფეხშიშველმა აიარაო, ხო, როგორც. ფეხშიშველმა აიარა, ხო, ის იყო საოცრება კაცო. იმიტომ თქვა მოწამეთა გზა რა, მომნანიებელთა გზა. ჩვენ მეორნაირად. ჩვენ ავედით დილით 6 საათზე იქ ვიყავით რა. კარგა ხანს მოვუდით 11 საათზე, საღამოს 11 საათზე წასულები, მაგრამ იქ არის ყველაზე ლამაზი დედამიწაზე ალბათ აისი, მზის ამოსვლა. სულ რამდენიმე წუთი გრძელდება, მაგრამ იმდენი სილამაზეა, სწორედ ყდაზე, აი შეხედა ყდაზე არის
ნახეთ რა ლამაზია შეხედენ. ასე მთელს სიგრძეზე ეგ არის არაჩვეულებრივი სანახაობა სხვა მხრივაც. მართლა ხვდები რომ ღვთისამყაროში ხარ. იქიდან დაბრუნდით ცოტა შეგვეშალა გზა და იმის ნაცვლად რომ იმ ადვილი გზით წამოსულიყავით, წამოვით და 7500 საფეხური რომ უნდა გაგვივლო ჩვენც. ესე იგი ეს იყო მართლა ძალიან რთული დაღმართზე მით უმეტეს. მაშინ მთლად ბავშვი კი არ ვიყავი, ახლა ამასთან შედარებით ვიყავი, თორე 60 წლის ვიყავი. პაატა ჩემზე პატარა იყო და თან სპორტსმენია პაატა, ალპინისტი, იმას არაფერი მიქრიალობდა და მე კიდე რამდენჯერმე დამჭირდა პატრიარქის ლოცვა, რომ ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მომენტში აი რომ უკვე რომ გონია რომ всё ჩამოჯექი, არა. მეძლეოდა ხელახლა ძალა და სულ მალე ჩავედით. წმინდა ეკატერინეს ტაძართან. იქ კიდე ახლა ჩვენ რო გვეგონა რა უცბად შევიდოთ, ასე არ ყოფილა თურმე იქ ჩვენი მეზობელი სომხების ოფიციალური დელეგაცია იყო, რომლებსაც თავიანთი გაჭირვება და თავიანთი ინტერესები ჰქონდათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სომხური ხელნაწერები იყო. ისევე ჩვენისთვისაც ვიყავით, რომ ქართული ხელნაწერები რო და შესვლა უნდათ, ხო? იმათაც თავისი ის უნდათ. ერთი კვირა ელოდებოდათ, რომ ჩვენ კიდე მივედით და მოვახსენეთ. როგორც კი გადავეცით პატრიარქის თხოვნა კურთხევა და ჩემი ის ორი წიგნი, რომელიც პრემირებულია თავის დროზე, გაიხსნა, სეზამ გააღესავით იყო რა, გაიხსნა ყველაფერი და ამ სახელს ვერ ვიგონებ ლუიჯი ქვიოდა თუ რა, რომელიც ყოველ შემთხვევაში რაღაც იტალიური სახელი. რაღაც იტალიური სახელი, ვერც პატამ ვერ მოიგონა. ამერიკული წარმოშობის ეკაური ის იყო, მცველი. ძალიან საინტერესო ტიპაში. თავის ხელით გამოგვიტანა ყველაფერი ეს ჩვენი საუნჯი რაც იყო, ეს საუკუნეების წინანდელი. გადავიღე რა თქმა უნდა ყველაფერი და მადლიერებით ავსილი დავბრუნდით საქართველოში. ყველაფერი შევასრულეთ, ყველგან გაგვიხსნა გზა. ამის შემდეგ იყო რომ ორჯერ ვიყავი დაოკლარჯეთში, ვიყავით ისრაელში, ვიყავით რა ქვია აზერბაიჯანში და რასტოვრე ვიყავით კიდე სპარსეთში, ირანში. მე ვიყავი, დანარჩენებზე მე ვიყავი ძირითადად და ამ ორი თვის განმავლობაში, ხო? ხო, ამ ორი თვის განმავლობაში მოვიარე ყველაფერი რა, რაც შეიძლებოდა. და ხო გეუბნები რა, ყველგან გზა გვეხსნებოდა რა. ირანში ვიყავით პირველად. და ორი კვირის მერე მომიწია ჩასვლა ისრაელში. ორი კვირის შემდეგ ჩავედი ისრაელში და არ მიშვებდნენ. პასპორტში რადგან მქონდა ირანი ჩარტყული, მაგრამ დიდი სიმხვეწნით მუდარით იქაც გაგვიხსნა მის პატრიარქის ლოცვამ გვიშველა და იმის მეკურთხევამ და შევედით მოვიართ. მოკლედ ასეთნაირად გამოვიდა, რომ მარტო იყავი მაშინაც? მაშინ მარტო ვიყავი. და ჯერ შეგექნა პრობლემა, თუმცა მალევე შეგიშვეს, ხო? კი. ნუ ახლა სხვა ჯგუფებთან ერთად ვიყავი, უკვე ის მე და პაატა არ ვიყავით ერთად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი, კარგი ის იყო რა. ხო და მოხდა ისე რომ 2 თვესა და 12 დღეში 25 დეკემბერს 2007 წლის საიუბილეო თარიღში პირველი 50 წიგნი ჩამოგვივიდა ქართული სული, რომელსაც აგერ არ თქვენზე. როგორც გაჩვენა ქართული სული ბადრივადა ჭკურიას თვალით. სადაც ეს 5 ქვეყანა არის, 5 ქვეყანაში განლაგებული ქართული კულტურის ძეგლები იყო. ეს ხო ერთ-ერთი პირველი რაც შეიძლება და ამის შემდეგ
მოხდა ისეთნაირად, რომ ძალიან კეთილად განეწყო პატრიარქი ჩემს მიმართ და ყველა ქვეყანაში, სადაც გარდა იმისა, რაც აქ როდესაც ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები, ყოველთვის მთხოვდნენ მისვლას და მეც ჩემი მხრიდან ვიქეცი ძალაუნებურად მემატიანეთ, რომელიც იყო ყველაზე ბედნიერი პერიოდი ჩემ ცხოვრებაში. წარმოიდგინე, რომ ხარ ამ ბუმბერაზი ცისხელა ადამიანის მემატიანე. და ამ პერიოდში როგორც ვთქვით ახლა როგორც პატრიარქის გაცილების პერიოდში ასევე თვითონ სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრი შენი გადაღებული ფოტო იდეოდა პორტრეტები პატრიარქის პორტრეტები შენი ავტორობით ძალიან ბევრია, რა თქმა უნდა, ათასობით არის. ბევრი არის ისეთ, რომელიც ახლა აღმოვაჩენ ხოლმე. ყველა ქვეყანაში ვიყავით ერთად, ძალიან საინტერესო შეხვედრების დროს ქვეყნის პრეზიდენტებთან როგორი მოგრძალებით ხდებოდნენ ჩვენ პატრიარქს. ყველა ქვეყანაში რა, საფრანგეთი, უკრაინა, რუსეთი, აქეთ ისა ისრაელში რამდენჯერმე ვიყავით კიდე კვიპროსში არის იქა. ყველგან ვიყავით საერთოდ და ზოგან შენი ძმა ირაკლი ვადაჭგორია გვახდა თან. და აი როგორ ხდებოდნენ ხოლმე ზოგადად აი ამ სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა თუნდაც რაც ჩამოთვალე ხლა როგორი იყო ხოლმე მასთან შეხვედრა შენი თვალით დანახული? რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო იყო ძალიან. ხო თითეული სიტყვა, თითეული წინადადება ეს იყო ისტორიული. თითეული მის ჟესტი. ჩვენ რამდენჯერმე ვიყავით ისრაელში. და იქ განსაკუთრებით იგრძნობოდა მისი სიდიადე პატრიარქის. პირადად შენთან დამოკიდებულება როგორი იყო, რა თქმა უნდა, დადებითი, მაგრამ აი რას გრძნობდი ხოლმე უფრო ისეთ ამ წლების განმავლობაში. დარაზროს არ მტოვებდა. მე კი არავის არ ტოვებდა უყურადღებოდ. ის მაგის გვერდი ყოფნა ყოველთვის იყო ზეიმი და ყოველთვის იყო ძალიან ამაღლებული და ძალიან დიდი იყო, ძალიან ბუმბერაზი იყო რა. გული თქვა წარსულში რო ამბობთ, მაგრამ ის რჩება ზემოდან დაყურებს და ჩვენზე ლოცულობს და საქართველოში იქნება სიმშვიდე. ეჭვი არ მეპარება. შენ ჩემთან საუბარში გაქვს აღნიშნული, რომ რაღაც გრძნობდი ხოლმე რაღაც ისეთ განსაკუთრებულ ძალას, ხო, მისი მხრიდან და აი ერთი შემთხვევაც გაიხსენე მაშინ. ამას წინათ მოვყვევი, ხო, ესე ძალიან საინტერესო იყო ერთ-ერთ ტელევიზიაში დავიწყე ამის მოყოლა ძალიან ესეთი საინტერესო მხიარული შეღო დრო არ გვეყოდა ახლა აქ მთლიანად მოვყვევი მაშინ გამიმეორებ რომ იყო მართლა ასეთი შემთხვევა რომ პატრიარქმა თხოვა და ამერიკის პატრიარქის თხოვნით წმინდა სამების ტაძარში რა ქვია ეს შირო ვთქვით საკურთხეველში ხო საკურთხეველში უნდა და რაღაცების გადაღება რა რაღაცები თვითონ იქ ძალიან საინტერესო რაღაცები იყო და ახალი აშენებული რო იყო ალბათ სამება ხო? ეს იყო 2011-ში. მე მახსოვს ზუსტად. აი ის დღე მაქვს. და ესე იგი იქ მოხვედრა საკურთხეველში ამ დროს სამოქალაქო პირის ძალიან ის არის რა. უიშვიათი შემთხვევა და ძალიან საპატიო იყო მაგალითად ჩემთვის და მოხდა ისეთნაირად რომ ცოტა მოშორებით ვიდექი რა პატრიარქისგან და ხარ გავეჭქრებოცა და უცბად დამიძახეს რა პატრიარქი გეძახისო და მოუწყდი უცბად და გავარდი და
დინამიკის წამოვკარდი თურმე ფეხი რა რომ მიდიოდი არ ჩანდა იქ რაღაცები იყო რა მავთულებისი და გავფრინდი როგორ იცი აი იაშინის ნახტომია როა ცნობილი ისე კარგა ხანს ვიფრინი ალბათ აერში რა და ისის იყო რომ და იატაკზე გავშღარ თუ რა დავცემოდი მთელი სიმძიმი და აპარატურით ახუნძულო ბიჭო შემომხედა პატრიარქმა და აი ახლაც ვგრძნობ და ყოველთვის ვგრძნობ ამას როგორც კი ვამბობ რომ თითქოს რაღაცა ჰაერში შემაჩერა რა და დავეცი პატრიარქის მუხლებთან ზუსტად ისე როგორც უნდა მივსულიყავი და მუხლებზე მიამბორა და ესე გაიღიმა და იმათ გადახედა ხედავ როგორ გადავარჩინებ ადრიო და ეს ამას ხო ვგრძნობ მე ხუმრობთ კიდეც რა ექსპერიმენტი კიდე მომიწია ჩატარება მას შემდეგ ერთ-ერთ პრემიერ-მინისტრის თვალწინ მაგრამ იქ ძვლის ამაწყვეს მეც და ჩემი აპარატურაც ვერავინ ვერ მიშვილა ძალიან აი პირველად მე ხო არა ვარ ესეთი ხო გითხარით რა არა ვარ ეკლესიური და რაღაც სასწაულების და იმის მაგრამ ყველაფრის მჯერა პატრიარქის და გზნობდი ამ პერიოდის განმავლობაში ყოველთვის ხო თუნდაც ახლა რო თქვი რომ ორ თვეში რომ მოასწარი ამ ხელა პროექტის გაკეთება მარტო აკარა მარტო ამ ეს ყორგავე რამდენი რამე გავაკეთე თუნდაც ის სვეტი ცხოვრის 1700 წლის დავი რომ შესრულდა 3 წლის განმავლობაში ემზადებოდა კომისია პროფესორები ანიმენ უნდა გაეკეთებინა წიგნი მაგრამ საქმეზე რომ იდგა მე ვთქვი რომ არ გამოვათ მეთქი ისევ პატრიარქამ თქვა მე და 22 დღის განმავლობაში შევძელი გამეკეთებინა ეს სვეტი ცხოველი რომელიც არის გამოვიდა ძალიან კარგი და პატრიარქს გამქონდა კურთხევა რომ მხოლოდ ისეთი ხალხისთვის მეჩუქებინა ესა პატრიარქის კურთხევით რომ ვინც იმსახურებდა ვისაც უყვარდას ქვეყანა და აი ესე და ხო ანუ ეს წიგნი ანუ კომერციული კუთხით ანუ ის იყო ხო გასაყიდი არ იყო ის არა რას ამბობ რა გასაყიდი კაც ხო მე სხვა წიგნებიც მცხეთაც გამოვეცით ასევე კურთხევით ყველა ჩემი წიგნი პატრიარქის ლოცვა კურთხევითაა გამოცემული და მისი წამძღვრებული აქვს მისი წინასიტყვაობა რომელსაც ნახავთ მე გაჩვენებთ ხო და აი ზუსტად გარდაცვალება ბოლო შეხვედრა იყო როგორც მახსოვს გარდაცვალებამდე ერთი თვენახევრი ადრე ხო და როდის იყო ბოლო შეხვედრა ბოლო ორი შეხვედრა იყო ამერიკა დაამტყიეს ჩემი დაბადების დღეს რაღაც ისეთნაირად 1 ივნისს 2025 წელს იყო ძალიან საინტერესო მე ნახე და გადავეცი ანა კალანდაძის წიგნი რომელიც ახალი გამოსული იყო ანა კალანდაძის 100 წლის დავე ასე ერქვა წიგნის ანა კალანდაძის 100 ლექსი და ბადრივა დაჭკურიას 200 ფოტო ძალიან საინტერესო ძალიან ნახავთ იმას ფოტოებს გაჩვენეთ და დადეთ როგორ ეფერება ყველა სხვათა შორის ყველა წიგს რაც ეხება საქართველოს თბილისს საერთოდ ყველაფერზე ძალიან დიდხანს და ესე იგი საფუძვლიანად ათვალიერებდა ეხლაც კი ხო პირველში როგორ უნდა ყოფილიყო ბოლოს ნახე 4 აგვისტოს ნახე ბოლოს და ის ფოტოები მაქვს ბოლო კადრები რომელიც სხვათა შორის აგერ უნდა იყოს შესული აი ეს არის ჩემი საყვარელი ფოტო რომელიც ახალ წიგნში მიდის და ეს არის ბოლო ჩემგან გადაღებული ბოლო ფოტო 4 აგვისტოს ხო რა როგორი მოვლენა იყო რა როგორი ფიგურა იყო პატრიარქი ჩვენი ქვეყნისთვის და მისი წასვლა რას ნიშნავს ისე ეხლა რო გადაავლო თვალი ნუ ახლა ჩემგან შეფასება ასე არ გამოდის მაგრამ
ეს ეპოქალური იყო. უზარმაზარი ფიგურა იყო. ნახეთ თვითონ უცხოეთის თუნდაც აგენტოები, უცხო ქვეყნები, როგორი სიყვარული და როგორი პატივისცემით. ძალიან განსაკუთრებით მომეწონა კარგად გამოხატული იყო სხვათა შორის რუსეთის მხრიდან. ძალიან ბევრი ბლოგერი, ძალიან ბევრი ჟურნალისტი თვითონ ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურები ხო მართლა პირდაპირ მნიშვნელობით მისდიროდნენ. იმიტომ რომ არავის მსგავსი ის არ ყოლია. მსგავსი ქვეყნის მამა არ ყოლია არავის. ეს იყო საოცრება რა. რადგან შენს ფოტოებზე საუბრობთ, ეხლა ხანს რო გამოუშვი ჩვენი თბილისი და აპირებ კიდე საქართველოს გამოშვებას, ხო? ესეც პატრიარქის კურთხევით არის? ხო, ესეც პატრიარქის კურთხევით იყო, რომელიც გამოვიდა სულ ახლახან. გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე დაიწყო გამოსვლა და ეს არის ორტომეული ისა ჩვენი თბილისი და ჩვენი საქართველო. ალბათ საქართველო გამოვა სულ მალე და იქ საქართველო ახლა სხვანაირად ვთქვიყო იქ ჩაფიქრებული, მაგრამ ფაქტურად არაფერი იცვლება. იმ პირველი ორი გვერდი არის პატრიარქის, აი ეს ჩემი საყვარელი პორტრეტი პატრიარქის და ისა სამება. და დაემატება წიგნს, რომ ეძღვნება პატრიარქს. ხო, ანუ საქართველოს ეძღვნება პატრიარქს. ხო, პატრიარქის ხსოვნას, არა ხო? ხსოვნას და იმას, არა პატრიარქს ეძღვნება პატრიარქს. რაც შეეხება ახლა ფოტოები, შენი ცნობილი პორტრეტები არის ასევე, რადგან ახლა ზუსტად ის პერიოდია, თან აი 31 მარტი იყო ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე, ხა 9 აპრილი მოდის. ძალიან ბევრი ცნობილი ფოტო ასევე შენ გეკუთვნის, შენ ხარ მისი ავტორი, თუნდაც ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას პორტრეტების, საერთოდ 9 აპრილის მოვლენების და პერიოდი ეს ზღვა ხალხი რო არის და აი ამ პორტრეტების ისტორიაც რო გაიხსენო. როდის არის გადაღებული ეს ცნობილი პორტრეტების გულისხმობ და ეს არის ის პორტრეტები გადაღებული არის 1988 წლის. 88 წლის ბოლოს. 99 წლამდე ცოტა აი მისი და სულ მალე დაიღუპა ისა მერაბ კოსტავა. მერაბ კოსტავა სხვათა შორის ჩვენთანაც იყო სახლში და ვაჩუქე მე ერთ-ერთი პორტრეტი, რომელიც ძალიან მომწონდა და ერთზე კიდე თვითონ დამიწერეთ თავის ხელით, რომ ძმაო ბადრი გისურვებ ბედნიერად გეცხოვროს თავისუფალ საქართველოში. გვაქვს სახლში ჩვენ ეს. ისა და მალე დაიღუპა. და პორტრეტები ახალ გამოსული იყო რა, გამოსული ციხიდან. და ეს თუ არ ვცდები, იყო ვაკის პარკში იყო შეკრება. თუ არ ვცდები. მაგრამ ყოველ შემთხვევაში კარგი პორტრეტი, მეც კი მომწონს ისეთი პორტრეტებია, ირინა. ისა მერაბ კოსტავა თლიანად ჩემი ფოტოებით დაგრძალეს. არც იცოდა რამდენი წიგნი გამოვიდა მე რომ ყდაზე ჩემი ის იყო გადაღებული ფოტოები და არავინ არც იცოდა. აი ეხლა ხან უბრალოდ თქვი თორე კარგი ურთიერთობა მქონდა დედამისთან, ბატონ ოლღასთან და ანუ ხაროდა ჩემი მისვლა. ეზოში ნუ რა ვიცი, მქონდა რა დამოკიდებულება. კარგი, ნორმალური. ხო, მაშინ ალბათ ვერც იფიქრებდი, რომ ესეთ ისტორიულ მომენტებს აფიქსირებდი, ხო, ესეთ მნიშვნელოვანს. ნუ თავისთავად საერთოდ ვიცოდი, რომ თითეული აი შენ გიღებდი, სულ პატარა რო იყავი შენ და ირაკლის, ვიცოდი, რომ ეს ისტორია იყო, უკვე ისტორია იყო. თავისთავად ცხადე ის არასდროს აღარ განმეორდება, რაც იყო, ამიტომაც ჯობია ის დააფიქსირო და
კონდეს სახსოვრად შენ თუ ქვეყანას. შენ 9 აპრილის ფოტოებიც გაქვს გადაღებული შენ 9 აპრილის ფოტოები თვითონ 9 აპრილის მე 8 აპრილს ვიყავი მაშე ლანჩხუთში. ძმისშვილის ქორწილზე თამადა ვიყავ. მეორე დღეს დილით უბრალოდ დილით ადრე უკვე მოვიდა ის ინფორმაცია ტელევიზია მიმერო მოხდა დარბევა და ასეთი საშინელება და მივატოვე ხაურობა და წამოვედით რა. მე დანარჩენი კი არა ყველა ფოტოები არის გამოქვეყნებული და ყველა არ არის რა თქმა უნდა მიასედი არ არის მაგრამ არის ბევრი ისეთი რომელიც საინტერესოა და საერთოდ ვთვლი რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მივიღე მე გადაწყვეტილება რომ კამერა ავიღე ხელში ეს იყო ალბათ ყველაზე კარგი და იმდენ საინტერესო რაღაცებს პოულობ მე ხო ყველაზე მეტი თამამად რო შემიძლია გითხრათ რომ სოფლიოში ყველაზე მეტი კადრი მაქვს საქართველოს შესახებ 8 მილიონამდე 80 ტერაბაიტი აი შენ ხედავ ჩემი მის გარშემო რო არის და დაწყობილი ისა 10-ზე რო გაყო ხო დაახლოებით 8 მილიონი გამოდის ეს არის უზარმაზარი და იქ არის ძალიან ბევრი საინტერესო გადაღები კარგია რომ გადაღები კი მაშინ კი ვნახე მაგრამ ეხლა რა გაიპოვეს საერთოდ იმ 8 მილიონში რამდენი საინტერესო რამე არის რა ხო ზუსტად ასეთი პორტრეტები თუნდაც ახლა რაზეც საუბრობდით იმიტომ რომ ესეთი საინტერესო რაღაცები მაგ არ მარტო ახლა პატრიარქზე იმდენი მაქვს ესენი და ვარჩევნელნელა როცა მინდა რომ ცალკე წინი გამოვცე ჩემი პორტრეტებით ჩემი გადაღებ პორტრეტებით კი არა ჩემ ყველაფერი იმ საინტერესო ცხოვრებით რითაც პატრიარქის გარშემო ცხოვრობდით ჩვენ სულ ეს უბრალო მოკვდავები დიდი მადლობა ესეთი საინტერესო საუბრისთვის და მოგონებებისთვის და კიდევ ბევრი საინტერესო ფოტო გადაგეღოს ესეთი ისტორიული ადამიანების და ასეთი ისტორიული ადამიანების და ასეთი ისტორიული ფაქტები დაგეფიქსირებინოს.